საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ტალიაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა. პრეზიდენტთან შეხვედრისას დონალდ ტრამპმა ახლად დანიშნულ ელჩს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. ნიშნულოვანი დღე იყო დღეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. მქონდა პატივი გადამეცა რწმუნებათა სიგელები ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის. მე მას ასევე გადავეცი საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის, საქართველოს პრემიერის, პრეზიდენტის კეთილი სურვილები, მათი მილოცვები, ასევე ის მნიშვნელოვანი გზავნილები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია შეერთებული შტატების მიმართ და რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა გადაიშალოს ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში და ის დაემყაროს ურთიერთსარგებელს, ჩვენი პარტნიორობა გახდეს მტკიცე და უფრო გაძლიერდეს ის ხალხთაშორისი ურთიერთობები, რაც ამ ეტაპზე არსებობს. მინდა აღვნიშნო, რომ შეხვედრა ძალიან თბილ და მეგობრულ გარემოში ჩატარდა. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. მინდა მადლობა გადაუხადო ამერიკის სახელმწიფო ადმინისტრაციას იმისთვის, რომ ამ მნიშვნელოვანი ცერემონიის ჩატარება საქართველოსთან მიმართებაში შესაძლებელი გახდა უმოკლეს დროში. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ჩვენ დიდი ხელშეწყობა გქონდა, რათა ეს პროცედურები რაც შეიძლება სწრაფად და მალე განხორციელებულიყო. აღსანიშნავია, რომ გუშინ ასევე მქონდა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა ამერიკის სახელმწიფო პროტოკოლის ხელმძღვანელთან, ელჩ მონიკა კრაულისთან. ეს შეხვედრა წარიმართა ძალიან მეგობრულ ატმოსფეროში. ჩვენ გქონდა შესაძლებლობა ამ შეხვედრების განმავლობაში გვესაუბრა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გაძლიერებაზე და ასევე იმ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც გაიწერება და იქნება სახელმძღვანელო იმისათვის, რომ ჩვენი სამომავლო გეგმები და თანამშრომლობა იყოს ძლიერი და მტკიცე, განაცხადა ელჩმა ტალიაშვილმა შეხვედრის შემდეგ.